ამბები სამეგრელოს შუაგულიდან. ქალაქ ესტეპონაში ზუგდიდის სახელობის ადგილი მოეწყობა. გაეროს წარმომადგენლობა ჭუბურხინძის შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობებზე საუბრობს. რადიო 1 საინფორმაციო სამსახური აგრძელებს მუშაობას ახალ ამბებს 17 საათზე რადიო 1 პირდაპირ ეთერში თია შონია გაგაცნობთ. ჟენევის დისკუსიებში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურენენი და მისი მრჩეველი ჰაილო მამო სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდნენ. მათ ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების 31 რაუნდის განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო გალის რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჭუბურხინძის ხუთმხრივი შეხვედრების აღდგენის შესაძლებლობებს და გაეროს მხრიდან გალის რაიონის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევის საკითხებს. ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მიმდინარეობისას ჩვენ გვინდა ხუთმხრივი შეხვედრების ფორმატის აღდგენის საკითხი დავაყენოთ, აცხადებს გაეროს სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურენენი. სამეგრელოს ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორ ლევან შონიას და ქალაქ ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ოფიციალური ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. გუბერნატორთან და მერთან ერთად დელეგაციის წევრები ესპანეთის პროვინცია ანდალუზიის ქალაქ ესტეპონაში იმყოფებიან. ვიზიტის მიზანია სამეგრელოს ზემოსვანეთის რეგიონის ტურისტული და კულტურული პოტენციალის გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში პროგრამით გათვალისწინებულია ესპანური გამოცდილების გაზიარებაც. ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულირებისა და საფასურის დადგენის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. გარევაჭრობის რეგულირების წესის დადგენილების პროექტის მიხედვით ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობა დასაშვები იქნება მხოლოდ თვითმმართველი ორგანოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე. გარევაჭრობისთვის ადგილებს ქალაქის აღმასრულებელი ორგანო საკუთარი ან დაინტერესებული პირების განცხადების საფუძველზე განსაზღვრავს. გარდა ამისა, დადგენილების პროექტი გარევაჭრობის უფლების საფასურსაც ადგენს სავარაუდოდ მოვაჭრის მიერ დაკავებული 1 კვადრატული მეტრის საფასური თვეში 5-დან 30 ლარამდე იქნება. და როგორც ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია და ანინა დარეიშვილი წერს საკუთარ Facebook გვერდზე, საბერძნეთის უზენაესმა სასამართლომ დათა ახალაია გაამართლა. დეტალები მედიისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი. საქართველოს მთავრობამ 9 და 26 მაისის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, როგორც ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა უთხრა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ იქნება, თუმცა გაიმართება საზეიმო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველა მოქალაქეს ექნება. თბილისის გარდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ყველა თვითმმართველ რეგიონში იგეგმება. ნაციონალური მოძრაობა გურჯაანში განვითარებულ მოვლენებზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ნაციონალურ მოძრაობაში გამოძიების დაწყებას რამდენიმე მიმართულებით ითხოვენ. ლევან თარხნიშვილის თქმით, გამოძიება უნდა დაიწყოს ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებზე, ძალადობის წაქეზებაზე და სამართალდამცველთა უმოქმედობაზე. უმრავლესობა კი ნაციონალურ მოძრაობას პროვოკაციაში ადანაშაულებს. ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის. ახალი რედაქციის მიხედვით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა და გადაზიდვა მათი უკანონო გასაღებისგან იმიჯნება. შესაბამისად, შემცირებულია სასჯელის ზედაზღვარი და 11 წლის ნაცვლად 6 წლით განისაზღვრება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე ინიცირებულია, მისი განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. C ჰეპატიტის სამკურნალო პროგრამაში ჩართვისთვის პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. სერგეენკოს თქმით, მედიკამენტების პირველი პარტია შემოვა კვირას ან ორშაბათს, აღნიშნავს მინისტრი. მაკედონიაში 14 მიგრანტი დაიღუპა მატარებლის შეჯახების შედეგად. ინციდენტი მაკედონიის ცენტრალურ ქალაქ ველესში მოხდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა უმრავლესობა ავღანელი და სომალელი მიგრანტები არიან. საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აფეთქების გამო საქართველოს მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით 2014 წლის 13 დეკემბერს, როცა კომპანია RMG Goldმა საყდრისი ყაჩაღიანის ნომერი პირველი სალიცენზიო უბანი აფეთქა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსგან შესაბამისი ნებართვა მიღებული არ ჰქონდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არქეოლოგიურ ობიექტზე ნებართვის გარეშე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება და განზრახ ზემოქმედება, რომელიც ობიექტის დაზიანებას ან განადგურებას გამოიწვევს, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. დღის მთავარი ამბები 17 საათზე რადიო 1-ის პირდაპირ ეთერში თია შონიამ გაგაცანით, მე აქვე დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ნახვამდის.